და ეს წელინია. და ეგ სელინია. ფიქრობ სერქანი სელინის გათხოვების გამო გახდა ავად. ალბათ თვითონაც ვერ უტყდება საკუთარ თავს ამაში. მაგას მე მოვაგვარებ არ იღელოთ. და კიდე სერქანი აღარ უნდა აირიოს. როცა ამ თამაშს თამაშობდით, ზოგჯერ აზვიადებდით და კონტროლს კარგავდით. ყველამ თავისი შესაფერისი ცხოვრებით უნდა იცხოვროს. რა კეთილი ხართ? გავიგე. არ იღალვოთ, მართლა მივფრინავ. ძალიან მიხარია შენი ამბავი. იტალია მოგიხდება. რაც არ უნდა დაგჭირდეს ფინანსურად, მორალურად, ყოველთვის დამერეგე. ეს ბეჭედი შენთან დარჩეს. რატომ? იმიტომ რომ საჩუქრებს უკან არ იბრუნებთ? არა. მისი დანახვისას სერქანს რომ არ გაახსენდე. თავს გაუფრთხილდით ქალბატონო აიდან. გისმენ? ბატონი ენგინი გუშინ რომ იყო? კარგი, თავისუფალი ვარ. რა ვქნა? ენგინ? ჯერენ რა ხდება? შეგიძლია ამეხსნა. მიხარ, ვინ არის შენი უფროსი? რატომ გექცევა ამ ოფისში ყველა ასე კარგად? მოდი დავსხდეთ. არა, ვერ გავიგე. რატომ იყავი ვალდებული მოგეთყუებინე? ვერ ხვდები. იმიტომ რომ ყველას გონია რომ აქამდე ჩემი ოჯახის წყალობით მოვედი. რაცა შენ მეუბნებოდი რომ საკუთარი ხელით უნდა გაიკვალო გზა ცხოვრებაში და დამოუკიდებლად უნდა იდგე ფეხზე. არ მინდოდა გეფიქრა რომ მდიდარი ოჯახის გათამამებული გოგო ვარ. სულ ეს არის. შენ ყველაზე შრომის მოყვარე, ჭკვიანი და განვითარებისკენ მიმავალი ადამიანი ხარ, რომელიც აქამდე მინახავს. მაგრამ არ იყო საჭირო ამის დამალვა. ისედაც ყველაფერს ვხედავ. მაპატიე. ამ ბოლო დროს ძალიან დამღალა ამ მობუდიშების თემამ. არა, ეს არ არის მობუდიშება. მეგობარო. ბუდის სიხდიან მანამ, სანამ დანაშაული გამჟღავნდება. ანინანიებენ მას მერე, რაც ის გამჟღავნდება. მაგრამ შენ გამოგიჭირეს და ჩემს გასულელებას ცდილობ. ძალიან მნანობ, მართლა ძალიან მნანობ. ცოტა ხანი მარტო უნდა დავრჩემ. ენგინ. ოჩახ ჯერენ, ოჩახ. აბა ვირით, მიდი გისმენ. დაიწყე. ბატონო ალთექინ, ისევ შევხვდი ბატონ ეფეს ადვოკატს და ეს საკითხი განვიხილე მასთან. ვფიქრობ ზოგიერთ მომენტზე თვალის დახუჭვა შეგიძლიათ. ნახეთ საერთო გადაწყვეტილება, ჯერ კიდევ აგროვებენ ინფორმაციას, როგორც ჩანს ჩვენთან მუშაობა სურთ. ჩვენიერია, ეს იმას ნიშნავს, რომ ტუზი ჩვენს ხელშია. ერთი პრობლემაა ბატონო ალთექინ. რომელი? მათ იმ შემთხვევის შესახებ გაიგეს, რომელიც ოდესღაც ჰოლდინგში მოხდა. ის უბედური შემთხვევა. რომელი უბედური შემთხვევა? ერთ-ერთ ახალ აშენებულ სახლში კედელი რომ ჩამოინგრა, ორი ადამიანი დაიღუპა. კომპანიაში რაღაცები ხდებოდა და სიტუაციის ჩასახშობად ყველაფერი დამალეს. მათ გარანტია სჭირდებათ, რომ მსგავსი აღარ მოხდება და მშენებლობა მაღალი სტანდარტებით გაგრძელდება. პირით. ეგ შემთხვევა ყველაზე დიდი შეცდომაა ჩემს ცხოვრებაში. და აღარასდროს დაუშვებ ასეთი რამ რომ განმეორდეს.
ჩემი ძლიანების მიერი პირობა დავდა. მათ უბრალოდ თქვენგან უნდათ ამის მოსმენა. ხო, ოღონდ რაც არ უნდა იყოს, სერქანმა არ უნდა გაიგოს. მზად ვარ ნებისმიერი გარანტია მივცე. ოღონდ ეს თემა აღარ უნდა ამოტივტივდეს, აღარ ასოდეს. ფირით. თქვენ ამაზე არ ეხელვოთ. გარანტიას გაძლევთ, რომ სერქანი ვერაფერს გაიგებს. მადლობა. შენს აქციელს ძალიან ვაფასებ. შენი შრომა კი დაუფასებელი არ დარჩება. მადლობა. თქვენის ნებართვით მე წავალ. სერგან, როგორ ხარ ძვირფასო? კარგად ვარ. უკეთ. შვენიერია. ედა ნახე. ხო, ვნახე. მაგრამ წავიდა. გუშინ საღამოს შენთან მოვედი, მაგრამ ეთყობა წამლების ზემოქმედების გამო ცოტა ვერ იყავი. ხო, ალბათ. არაფერი მახსოვს. ვერც მე გავიგე. ედასთან ვილაპარაკე ცოტა. თქვა, რომ თქვენი შეთანხმება დამთავრდა და დამემშვიდობა. სხვათა შორის, როგორც იცი, სელენს შენთან დაბრუნება უნდა. ხო, ასეა. წახვალ მასთან სალაპარაკოთ. დაველაპარაკები. შვენიერია. იმიტომ რომ სელენი თანახმა უარი თქოს ყველაფერზე შენს გამო. ვიცი. ედას ჩემზე არაფერი უთქვამს. არა, როცა აგემშვიდობებოდა. არა. არ უთქვამს. უბრალოდ თქვა, რომ თავისი ვალდებულება შეასრულა. ამ საღამოს იტალიაში მიფრინავს. ამ საღამოს. ხო, არ იცოდი? უმეცი რომ თავიდანვე უნდოდა ეს. მას ყოველთვის უნდა დასწავლა, ასე უკეთ იქნება. ო. ნუ მეყურებთ ასე. ბოდერს გიხდით. დიახ, შეცდომა დაუშვი. შეცდომა დაუშვი, იმიტომ რომ ეს არის ჩემი საქმე. მე ხომ ის როგორც სიძე შემეყვარდა. აღთვალნებული ვიყავი თქვენით. დიახ, ბოდერს გიხდი მელო. გოგოებო. ედამ ისედაც ძალიან რთული პერიოდი გადაიტანა, ამიტომ ნუ მიაწვევით. შენ ციცოდი არა? ამანაც იცოდა. თქვენი ხშირი შეხვედრების საუბრები აივანზე. რა არ ხდებოდა ჩვენს თვალწინ? ჩვენ კი ვერ შევამჩნიეთ. ერთი წუთი რას ამბობ? არამდენჯერ დაუმალე ედას კანი, რას ამბობ? დიახ, მაგრამ ბევრჯერ მოვიხადე ბოდიში. კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს, მაპატიე. ღმერთო ჩემო, მე რას ვაკეთებ? არ ვიხდი ბოდიშს 1000-ჯერ. რატომ არ გესმით ჩემი? ცხოვრებაში პირველად დავხურე რაღაც. ისედაც ცუდად ვარ. ეს ძალიან ცუდი შეგრძნებაა, საშინელებაა. თავის დაღწევას ვცდილობდი, მაგრამ რაც უფრო მეც ვცდილობდი, მით უფრო ვიხჭობოდი. კარგი, მაგრამ ერთი ვერ გამიგია, მარტო ჯერენს რატომ უთხარი, ჩვენ რატომ არ გითხარი? ხომ თქვა რომ იხჭობა, არ გესმის? არ შეეძლო ეფიქრებისთვის ეთქვა. გონია მე არ მინდოდა თქმა? რამდენჯერ მინდოდა, მაგრამ ძალიან მიჭირდა. რა უნდა მექნა? ვერ მოვიფიქრე ამდენი, ძალიან რთული იყო. ვითომ რატომ? ჩვენ შეგვეძლო დაგხმარებოდით, მე რატომ არ მითხარი? მელო ასე გამოვიდა, რა ვქნა? გოგოებო, ვერ ხედავთ? საიდუმლოებებმა ალყა შემოგვარტყეს და ნაწილებად გვშლიან. კარგი, მაშინ ამიერიდან არანაირი საიდუმლოებები არ მჭირდება. ყველამ თავისი საიდუმლო თქვას. რა? მე? ენგინს? მამა ჩემის კომპანიის სტაჟიორად წარმოდგინე თავი.
ერთხელ ისე აღწერდა ქალებს, რომლებმაც კარიერა თავისი დაიწყეს, მინდოდა მეც ასეთად დავენახე. არ მინდოდა სწოდნოდა, რომ მდიდარი ოჯახი მყავს, ის ხომ ჩემი პირველი დაცვის ქვეშ მყოფია. რა მწოდნოდა ასე ეწყინებოდა, არ მოვატყუებდი. ვინც კი გხედავს, ყველა სამაყი და მდიდარი გონი ხარ. ისევ გაგაღვიძა სიამაყი, არა? შენთვის პატიება არ უნდა მეთხოვა. ოღონდ რა ვერ გავიგე. რატომ იყავი იძულებული მოგეტყუებინა? შენ თვითონ არ იცი რამ ხელა შრომა ჩადე შენს კარიერაში? თანაც მამა შენის ქალიშვილობაც ტვირთია შენთვის. მე თვითონაც არ ვიცი. ერთხელ მოვიტყუე და მერე ტყუილს ტყუილი მოჰყვა და უცებ თოვლის ზვავი წარმოიქმნა. ახლა კი ვიხრჩობი. მორჩა. აღარ არის არანაირი საიდუმლო, აღარაფერს უმალავთ ერთმანეთს. გეპიცები, მე არაფერი მაქვს. არც მე. კარგი, ესე იგი ერთმანეთს აღარაფერს დაუმალავთ. დაგვპირდი, პირდებით. დაიკიდე. შენ? პირდებით. გოგოებო, ძალიან იშვიათად ვნახულობთ ერთმანეთს, მაგრამ ხომ ხედავთ? ძალიან დავიღალე, მენატრებით. ძალიან მჭირდებით. ჩახუტების დრო მოვიდა. მოდით. ძალიან მეყვარხართ. რატომ დამარტყი თავში? მე ჩაგარტყი? უმერთო ჩემო. ახლა კი? ბოლოდა ძალიან მნიშვნელოვანი საქმე დამრჩა გასაკეთებელი. ოღონდ არ თქვა, რომ სადღაც მიდიხარ. ძლივს დავეთხოვეთ სამსახურიდან, შენთან რომ მოსულიყავით. აი, ფერდეიდამ რამდენი კერძი მოამზადა. არ იღელოთ მან მოვალ, სანამ ღუმელიდან ამოიღებს. ძალიან მალე. წავედი. მიდი. მე თქვენ მეყვარხართ. ჩვენს გვეყვარხარ. მოდი აქ. შენ რატომ მტირი? არ ვიცი, ძალიან მოვიწყინე. ყველაფერი დამიგროვდა. არაფერს მალა? არა. სერიუს რა არის ეს? რა არის? ვიცი არ გინდა რომ მე დაწავიდეს, მაგრამ ვერაფერს ვერ ვიზამთ. კარგი. ალთაკინ. რა მოხდა? რატომ ხარ მოწყენილი? თქო არ მეთხრა რომ არაფერი მოხდა. 100 კილომეტრიდან ჩანს რომ რაღაც მოხდა. აიდან, არ მინდა ლაპარაკი. სერქანი როგორ არის? კარგად, ყველაფერი რიგზია. მეტყვი რა გაწუხებს? დღევანდელამდე ამას საკუთარ თავსაც მომალავდი. ფიქრობდი რომ მოდანაშაულო ვიყავი. საიდან უნდა მცოდნოდა? რას გულისხმობ? იმ წლებში როცა კომპანიას ვაფუძნებდით, ძალიან ამბიციურები, ძალიან დაკავებულები ვიყავით. იმაზე მეტ საქმეს მოვკიდეთ ხელი, ვიდრე შეგვესრულებინა. მახსოვს. საქმე იყო აგარაკების მშენებლობასთან დაკავშირებით. უბრალო საქმე. ვინაიდან სხვა პროექტებით ვიყავი დაკავებული. ეს საქმე სუბკონტრაქტორს ჩავაბარე. საჭირო შემოწმება არ ჩაგვიტარებია და ერთ-ერთი კედელი ჩამოინგრა. ორი ადამიანი დაიღუპა და მე მომხდარი ამბის კავშირი ჰოლდინგთან ისე დავფარე, რომ ჩვენი კომპანიისთვის ზიანი არ მიეყენებინა. სერიოზულად? ვერ ვიჯერებ ალთაკინ. როგორ დამალე ასეთი რამ? მთელი ცხოვრება სინანულში გავატარე. ყველაფერი გავაკეთე, რომ მსგავსი არ განმეორებულიყო. რა უნდა მექნა? მე ხომ ახალგაზრდა ვიყავი, ამბიციური. რა მიზეზს უნდა შევეჩერებინა?
არც ერთს. არც ერთს. დედა, ედას სწავლას დაუფინანსებ. ოღონდის არასდროს გაიგებს ამას და არ შეგხვდება. თუ თანახმა ხარ, შენს დახმარებას მივიღებ. დაუაიფერ, სარმა იწვის. იწვის უკვე, ვერაფერი გავიგე. არაფერი გამიგება მაგაში, მოვდივარ. დაუაიფერ. ედა, კარგად ხარ? კარგად ვარ. კარგად. იმიტომ დაგიძახე, რომ სერკანს მოუვიდა რამე. რამე რომ მოსლო და პირველი შენ გაიგებდი ამას. პირდაპირ საქმეზე გადავალ. სელინ. სერკანს შენ უყვარ ხარ. მაგრამ ვერ ამბობს. ედა. ძალიან მერიდება, მაგრამ შენ ხომ მისი საცოლე ხარ. მისი საცოლე არ ვარ. არ ვარ. უბრალოდ შეთანხმება დავდეთ. ედა რას ამბობ? მე და სერკანმა შენი და ფერითის ნიშნობის დღეს გავიცანით ერთმანეთი. მას უნდა და თავი მოგვეკატუნებინა დანიშნულებად, რომ ფერიც დაშორებოდი. და ამან გაამართლა. უბრალოდ უნდა დაელაპარაკო, თვითონ ვერ ამბობს, ვერ აღიარებს, ციამაყის გამო. უმრობ ხო? ესე იგი, ის შეთანხმება ვახშამზე რომ ვნახეთ, მაშინ ნამდვილი იყო? მაგრამ რატომ ვერ ხვდები? სერკანს შენი დაბრუნება უნდა. კიდევ რამეა მისახვედრი? არ ვიცი რა ვთქვა ედა. თავს გაუფრთხილდი სელინ. Firel. გისმენ ენგინ. კარგი. შენ მართალი იყავი. მე ვერ შემომჩნია. მე მივხვდი. წავედი და ყველა ქოთნიანი ყვავილი ვიყიდე. იმდენი სასუქი ავიღე, რომ ყველა ყვავილს ეყოფა. არ არის ეს საკმარისი.
ფერელ ბოდის ვიხდი, მაგრამ მომიცი რომ ცუდი განზრახვა არ მქონია. ყოველ შემთხვევაში არ მომიტყუები ხარ. არ მოგიტყუები ვარ? როდის მოგიტყუებია ერთმანეთი ენგენ? ეს ღა გვაკლდა. არა, არასწორად გამიგე. ეს მაგალითისთვის ვთქვი. სხვა ადამიანები ხომ ატყუებენ ერთმანეთს. ჩვენ ხომ ამას არ ვაკეთებთ. კარგი, ვაღიარებ. სისულელე ჩავიდინე. მაგრამ შენ ციცი რომ გულწრფელი ვირი ვარ. კარგი, პატიობ. ისა, ოღონდ ბოლოჯერ. ენგინ აღარ მინდა სისულელეები. ამაზე არ იღალვა. გაკვეთილი უკვე ავითვისა. გამოსწორდები. კარგი. აბა? არ სადარ დადგამ? სადმე გამოსაჩენ ადგილას დადგი. გონია? აი, აქ. ფრთხილად, ცხელია. მამიდა რა აღარ მოამზადე. მთელი ერთი წლის სამყოფი საკვები გინდა მაჭამო. იტალიელების გემოვნება საჭმელში იცი? არ იცი. ერთხელ მაინც ყოფილხარ იტალიაში, არ ყოფილხარ. სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სამზარეულო აქვთ, მაგრამ შენსას ვერ შეედრებიან. არც შენ შეგედრება. ედა, ითხოვს დაგისვამ სანამ მომაფიქრდა. შენ მიდიხარ. ბატონი სერქანი კი აქ რჩება. მერე რა მოხდება? ერდემზედ მეცნობის მოყვარეობას კარგი არაფერი მოაქვს. თებში აიღე და მაღლა ადი. აუცილებლად გამოგვიგზავნე მესიჯები და ყველაფერი რაც კი შეიძლება. აუცილებლად შეგვატყობინე ამბები. და კიდევ, ჩვენს გარდა საუკეთესო მეგობრები არ იპოვა. არც კი ვიცი. გეფიცები. ჩემნაირს ვერ იპოვის. შენნაირს კი მარტივად. მაღალ ჭკვიან ქერას ყოველთვის იპოვის. აბა, გემრიელად მიირთვით. ეს ხომ ჩვენი ბოლო ვახშამია. ნახე რა, ნუ ამბობ ასე. იქნებ სტიპენდია არც მომცენ. არატომ ხართ ასეთი მოწყენილები? გაიგეთ, ედა ელდიზმა შეიძლება სტიპენდია არ მიიღოს. აუცილებლად მიიღებ. ნამდვილად. გემრიელად მიირთვით. გემრიელად მიირთვით. სალამი. სალამი. ცხელია ყავა. რა ხდება? უნდა ვილაპარაკოთ. მიდი. კარგი. პირითი. მოდი ფერისენო ვილაპარაკებთ. რამდენიმე კვირის მერე ან რაღაც პერიოდის მერე ჩვენი ცხოვრებიდან წავა. ამირიდან ფირეთი ჰოლდინგის ერთ-ერთი აქციონერია. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა აქცია აქვს. სერიოზულად, განცხადებას გავაკეთებ დირექტორთა საბჭოს შეხვედრაზე. მაგრამ მინდოდა წინასწარ გცოდნოდა. რატომ? რატომ მეუბნებით უკვე გადაწყვეტილია? ადრე გავფრთხილებდი ეს დიდი შეცდომა ამეთქი. შეიძლება შეცდომას ვუშვებ, შეიძლება მართალის აღმოჩნდე, მაგრამ ყოველთვის საუკეთესო მინდოდა შენთვის. ფიქრობ თუ არ მოგაწვევი შეცდომებსაც არ დავუშვებ. ჩემი ძმის გარდაცვალებიდან ორ კვირაში, საზღვარგარეთ, სკოლა-ინტერნატში, თქვენი წყალობით ასეთ პატარა ასაკში, ვისწავლე მხოლოდ საკუთარი თავის ნდობა. ამიტომ არასდროს მქონია შეცდომის დაშვების შესაძლებლობა. ეს შესანიშნავი საუბარი დაგვიანებით შედგა. ცოტა გვიანია უკვე. სელინ, საყვარელო. მზად ხარ? მალე მსოფლიოს ყველაზე სიმპათიურ კაცს ნახავ. მზად ვარ. აბა, როგორი ვარ? ლამაზია, ძალიან გიხდება. კარგია. წინასწარ ჩაზომა რო გადავწყვიტეთ. თურმე წონაში მომიმატია. შენ რატომ არ ხარ მზად? ყველა შენ გელოდება. რატომ მირეკავ ისევ?
გისმენ. ამ საღამოს მიდიხარ? დიახ. არ გინდა რომ ბოლოჯერ გაისეირნო სირიუსთან ერთად? სიამოვნებით, მაგრამ კარგი, გასაგებია, დაივიწყე. შვიდობით სერგამბოლად. მომაიძულებ გითხრა მშვიდობით. ედა ილდის. სელენ, სად ხარ? დამელოდე, მოვალ. სელენ. სელენ, სად ხარ? სელენ, სად ხარ? ბოლო საქორწილო რეპეტიცია უნდა გავიაროთ. ჩემი მშობლები მოვიდნენ, შენები გზაში არიან. ტორტი, მუსიკა შესარჩევია, სად ხარ? ისევ არ ხარ. სად ხარ, სელენ? başladık senle. Yediremedik. Bekliyorum açmayı. Bana gözlerini თვალებით კი არა, გულით შემომხედე. Nefretle başladık. არ დამტოვა. მეც წამავალ შენთან ერთად. სად? სადაც გინდა.
იტალიაში ზამოვალ. Ne olurdu çalsam kapını. საინტერესოა, რაზე ისაუბრეს. სელინსაც არ დაურეკავს, რომ შემატყობინოს სიახლე. იგნამ მასთან არ წასულა სეიფი ნუ მაიძულებს სიცოცხლეს გამოგასალმო. სელინს დაურეკე. და რა უთხრა? უთხარი. თითქოს შალი იპოვე და კითხე მისია თუ არა. გაიგე სად და ვისთან ერთად არის. გისმენთ? გალბატონო სელენ გამარჯობა. შალი ვიპოვეთ, თქვენი ხომ არ არის? არა, ესე იგი არც თქვენი არ არის. სად ხართ? ასე ვინ კითხულობს? აბა რა ქნა? სეიფი შეგიძლია გალბატონ აიდანს გადასცა ყურმელი, მარტო არ. კარგი, მარტოა. სელინ, ვნერვიულობდი შენზე. სერკანი სად არის? არ მოსულა გალბატონო აიდან, თქვა რომ მოვიდოდა, მაგრამ არ მოსულა. არ იღელვა, მოვა. შენი გდაელოდე და მოვა. მიდი ძვირფასო. მივა. სეიფი. სად არის ეს სერკანი? რა ხდება? გიჟია. მისგან მოავარიაში მოვყვებით. რა საკეთებ? სადმე გააჩერე. არ გააჩეროთ. ძმაო გააჩერე მეთქი. მისგან მოავარიაში მოვყვებით. რატომ მომყვები? კარგი. გააჩერეთ. რა საკეთებ? ძმაო მაბადე, გაუგებრობა მოხდა. ეს ჩემი საცოლეა. შენი საწოლი არ ვარ. ვთხოვთ, შეგიძლია წახვიდეთ. გალბატონი თომეტყვის? დამალოდეთ. შეგიძლია სთხოვო რომ წავიდეს. კარგი. წადით. მადლობა. ჩემოდან სავიღებთ. ამაში ჩუსტები გიდევს? გავგიჟდები, მართლა გავგიჟდები. გავგიჟდები. თვითფრენებს ვერ მიუსწრებ. კერძო თვითფრენავით გაგიშვებ. რა გინდა ჩემგან? დალაპარაკება მინდა. გავგიჟდები, რაზე გინდა დამალაპარაკო, რატომ არ მანებებ თავს? ვერ განებებ ედა. თავი დამანებე. არა. მისმინე, საკმარისია, დავიღალე. არ გესმის ჩემი? შენ მოგბეზრდა? დარწმუნებულიყავი რომ მე მომბეზრდა. გამუდმებით ჩემს თავში ხარ. ჩემი გონება მუდამ შენით არის დაკავებული. შენ ჩემი ტვინი დაიპყარი. მომბეზრდა უკვე. წადი მაშინ, გესმის, წადი. არა, არ წავალ. სელინთან არ მიდიოდი ახლა? არ მივდიოდი. არ წავალ. საერთოდ რატომ გეკითხები, რაც გინდა ის გააკეთე, მე წავედი. ედა არ წახვიდე. წავალ სერკან. არ წახვიდე ედა. ერთი მიზეზი მაინც დამისახელე სერკან რომ დავრჩე. ერთი მიზეზი. შენზე გიჟივით ვარ შეყოლებული.